ჩანთის დამზადების უფასო ვიდეო გაკვეთი. თუ ჩემს ვიდეო გაკვეთილს პირველად უყურებ, მაშინ გეტყვი, რომ წამოვიწყე ახალი ჩელენჯი, რის მიხედვითაც ჩემი გამომწერები ჩემთან ერთად ამზადებენ ჩანთას. უფასო ვიდეო გაკვეთილის პირველი 2 ნაწილი უკვე ატვირთულია. ამ ნაწილში კი გიჩვენებთ, როგორ დავამზადოთ ჩანთის თავი. ჩანთის თავს მე მთელ სიგრძეზე ვაკეთებ და დავიწყე ზუსტად იმ პრინციპით, რა პრინციპის ქსოვაც თავიდანვე აგხსენით. ჩანთის თავის ქსოვისას გაითვალისწინეთ, რა ზომისაა თქვენი ჩანთა. ჩანთის თავი ჩანთის შუამდე უნდა გადმოდიოდეს. სწორედ აი ამ რაოდენობის რიგის ქსოვა მოგიწევთ. ჩემი თვლების საკმაოდ მოზრდილი და მასიური ზომის აღმოჩნდა, ამიტომ განსხვავებული თავი რომ ყოფილიყო, მე დანაყოფები გავუკეთე. ამ კადრში კი ხედავთ, როგორ შემოვაბრუნე ნახსოვი და როგორ გადავდივარ მეორე რიგზე. ჩანთის ქსოვა ზუსტად იმ პრინციპით გრძელდება, რაც პირველ 2 ვიდეოში ვისწავლეთ. თუ ძუ არასაკმარისი აღმოჩნდა, არ შეგეშინდეთ. ჩაფსკვენით და ქვედა მიმართულებით ჩააგზავნეთ ჩანთას. თუ გამოიყენეთ ჩემი ვიდეო გაკვეთილები და ჩემთან ერთად თქვენც დაამზადეთ ჩანთა, გამიხარდება თუ პირად შეტყობინებაში გამომიგზავნით და მაჩვენებთ, როგორი მოდელები გამოგევიდათ. თუ კითხვები გაგიჩნდათ, აუცილებლად მომწერეთ და ვეცდები დაგეხმაროთ. მოზრდილი თვლების გამო ეს ჩანთა საკმაოდ დიდი გამოდის, თავისუფლად თავსდება ტელეფონი და მოზრდილი ზომის ნივთებიც. კვადრატული თვლებით ქსოვა საკმაოდ მყარნახსოვს იძლევა. სტანდარტული ჩანთა რომ არ გამომსვლოდა, ამიტომ განსხვავებული თავი გავუკეთეთ, სახელურის ქსოვისას კი უფრო პატარა ზომის თვლები გამოვიყენე. საბოლოოდ აი ასეთი ჩანთა გამომივიდა. მომდევნო ვიდეოში კი გასწავლით, როგორ გავუკეთოთ ჩანთას ხელი.